არ ვიცი ვიდეო როგორ დავიწყო. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლევან არაქცია დაგიბურზა მომდევნო ვიდეოთი 2 კვირის შემდეგ. დღეს ჩვენ გვექნება eFootball და თუ რა შინაარსის ვიდეო იქნება, მას გაიგებთ უშუალოდ ვიდეოში. სამ ვიდეო დაიწერა, დავწერთ დალექოთ ვიდეო, გამოვიწეროთ არხი და გააკეთოთ საიზღიაკი. ჩემი არხის მაყურებლები 94% არხი არა გამოწველი, ასე არ შეიძლება. და ეხლა გადავიდეთ ვიდეოზე. მოკლედ მეგობრებო, დღეს ჩვენ გვექნება ისე eFootball და გვექნება გარეთ ბეილის დატესტვა. ეს კარტი დავაგდე გარეთ ბეილის. ესეთი უცბად სტატებს განახებთ. ასე სტატები აქვს. შეგიძლია ნახოთ. ხო, ვიდეომდე გავტესტე 4 მატჩი ვითამაშე და ეხლა ვიდეოში გავტესტავ რა. ხო, როგორც ხედავთ, გვაქვს ცვლილებები გუნდში. ფორმაცია გვაქვს შეცვლილი, რადგან დავაგდე პეპ გვარდიოლა. პეპ გვარდიოლა მარტო DMF-ს ეთამაშებს, ასე რომ სხვა გზა არ მქონდა. და ლეგენდაზე რა თქმა უნდა წავედით. მედია პირველზე შევასრულებ და აღარ დამჭირდება. კაცი წესები ვინც არისით რა. მოკლედ მინიმუმ 1 გოლი უნდა გავიტანო გარეთ ბეილით და მოკლედ გარეთ ბეილის გოლებით უნდა მოვიგო რა. მოკლედ რა თქვა. აქ ვინ არის ხუთზე, ვინ არ არის. ესე ვიზავთ და გავაგზავნოთ. ასევე კომენტარებში დამიწერეთ შემდეგი და გადავიღო, იმიტომ რომ იდეები აღარ მაქვს გამომელია. ლევანტეს ვეთამაშებით, ეხლა შემოჩნე ქოჩაშვილის ყოფილ გუნდში ლისაბონის სპორტინგის ფეხბურთელია. დავიწყეთ ბეილი. კვანდაიკი შესანიშნავია. პეპ გვარდიოლა დაიკარგა ბურთი. საფრთხო მომენტი აქვს. არა! და მატჩის მე-12 წუთზე უკვე 1-0-ს ვაგებთ. დავსკიპოთ, არ მაინტერესებს. რა დებილობა ვქენი, მენა ჩემი ბრალი იყო ეხა ეს. არა. ლამინ იამალი. ბეილი სად არის? ბეილის დარტყმა და სამწუხაროდ ბურთი კას. არა გთხოვ, აი სად დაგვერხა. და ტრენტმა ჩაჭრა ბურთი გადაგვაჩინა მეორე გაშვებულ გოლს. იამალი. ბეილი. პედრი. ხვიჩა. ისევ იამალი. ისევ ხვიჩა. ბეილი ჩაიჭრა ბურთი. ისე ჩვენ შევა ბურთი, მაგრამ რა სისულელე გავაკეთე. და ესე დავსრულდა პირველი ტაიმი. შეცვლები უნდა გამახოცერო, იმიტომ რომ ამ გუნდს ფაქტია რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. კაი. პარკურა ხუთას მაგათ მოსწრაფია. იქით გილიამ პაპი და ესე ვქნათ. ხო, გარეთ ბეილს ვერ შევცვლი. მესი და ამ გუნდით გავაგზავნოთ. ლევანტია თუ პრაიმ ბარსელონა რა ტაქტიკასა თამაშობთ. აი ატაკინგზე უნდა გადავიდე, სხვა გზა არ მაქვს რა. და ატაკინგი. ატაკინგზე გადავიდე და ოკეი, ხარ გავუშვათ გოლი გეხვეწები. გამოიტანე. მესი. გამოიტანე. მბაპე. პედრი. მბაპე. ბეილი. ბურთი ვერ მიიღო. აბარა! 74 წუთზე გარეთ ბეილმა გაიტანა ტრიულათი შესანიშნავი გოლი. აბარა, ეხლა თავარი გოლი აღარ გაუშვათ. შესანიშნავი. ნახოთ აქ გამეორება აუცილებლად.
თუ თავიდან კარგად ვერ მიიღო, შემდეგ ძველი მოატყუა და შესანიშნავად დააფინიშა. აბარა. მთავარია გოლი აღარ გაუშვათ, თორე მეორე თამაშს რა ითამაშებს. გია ეს მომწონს. ბარკოლა, მესი. რა, თხო! წართვით ბიჭოს. აუ, ეს გამაკლდა ეხლა სრული ბედნიერებისთვის. პედრი. ხალხო, მოკლედ აქ მოკტა ჩემი მიკროფონი დაჟდა და ეხლა უცბად გაგიხმოვანებთ რა. 90-ს დაემატა 3 წუთი და ეხლა თავად იხავთ რა მოხდა. შეტევა ჰქონდათ აქ ლევანტეს ფეხბურთელებს. მეკარე გამოვიდა სულეურად და გავიდა გოლი. ხო, გავიდა დებიული გოლი. და ვისაც გაინტერესებს ამ მომენტში ასაც ვიძახი რომ მეკარეს იგ რა უნდა ნამათი რატო გამოვიდა თქო და კონამის ასეთოდ ისე თქო რა. დიდი საინტერესო არაფერი და მომიწა მეორე თამაშიც რადგან პირველი თამაში წავაგეთ. ხო, სულ ეს იყო მეტ არაფერი არ მოხდა რა ამ მომენტში. და წინა ბოდი გიხდით ამ მომენტისთვის. ვითამაშეთ მეორე თამაში რა. ლას პალმას ვითამაშებით. მათაც თუ ვერ მოუგე და თავს მოიგებავთ. იყოს ეს ფორმები. ოპა, გარეთ ბეილი ხაძეა, გაგეხათ. წავედით. მოდი მამიკოსთან. გამოიჭრება რა თქმა უნდა, თქვენ ამას ვერ ნახავთ. რა მოიჭრა მე თქვენ დასაცინი გავხდი. თქვენ დასაცინი ვინ არის აქ ბრატ? დაიწყო თამაში. აუპა, შესახებადო შეტევა აქვთ. არა გთხოვ, ვანდაიკ გამოიტანეთ ბიჭო. მაგრა გადავრჩით. შემდეგ ტრენს მაგარი პასი გამოვიდა კვარაცხელიაზე. პედრი. რობერტო კარლოსი. რა ვქნა ეხლა 20 კაცი რო უდგას რობერტო კარლოსი მარტო რო ხოჭა კვარაცხელია. პედრი. რობერტო კარლოსი. შუატო გააკეთა იქ პას პედრის ვაძლევდი ახლა. რა დავი. ეს თამაში შენახან დამცინის. გვარდიოლა. ხვიჩა. ბეილი და მეკარე მოხსნა სამწუხაროდ. კი. ოპა, რობერტო კარლოსი და ესე მოჩა პირველი ტაიმი არატარა პასი გადიოდა. შესრულების გარეშე პირდაპირ დავაი. ამ თამაში ვასრულებ. მესი. ბეილი რა გოლი! საჯარივოს გარედან! 66 წუთი დავწინაურდით გარეთ ბეილის გოლით. აბა რა ბიჭო. რა გოლი აუცილებლად ნახოთ გამეორებაზე. შემეძლო შესულიყავი, მაგრად გაურისკე, მაგრამ ღირდა ამათ. აბა რა. მთავარია გოლი აღარ გაუშვათ. ხვიჩა. ისევ ბეილი. ფურა დებილი ვარ. მე ერთი გავიტანე. არა უშავს. იამალი იქ რატო იყო, სადაც იყო. უღილაკებზე თითი მიცდება. ვანდაიკი. მესი. იამალზე გავიდეს ეს პასი გთხოვ. ბელმა ორი მოწინააღმდეგე გააბითურა. ოპა. ვანდაიკი. არა. 79 წუთი ხა. იგივე არ დამემართოს.
იგივე არ დამემართოს მეთქი. დეილი კვარაცხელია და სამწუხაროდ არ გავიდა ესპას მესის 95 წუთი გეხვეწები ღმერთო რა იქნება 2 გოლი არ გაუშვა. ერთ ვინჩი 2 არ გაუშვა. და პირობას ვდებ ხალხო ეხა თქვენ წინაშე რომ ამ ვიდეოს მერე ყოველ კვირაში მინიმუმ 1 ვიდეო დაიდება რა. მაგის პირობას მე გაძლევთ რომ ამ ვიდეოდან ყოველ კვირა 1 ვიდეო მაინც დაიდება. სამი წუთი დაემატა მესის ღირფას ციფრი 3-იანი. სინა თამაში მე და ოპა მაგრა გადაგვარჩინა აქ ანტონიო რუდიგერმა. ვიდეოში ამდენი რა იქნება მე და კუთხური აქვს და 93 წუთზე ლას პალმასის ფეხბურთელებს და თუ გამოვიტანთ პიკფორდი დაამთავრე. აბა რა 1-0 მოვიგეთ, გარეთ ბეილმა გაიტანა ეს გოლი და ჩელენჯი შესრულდა. აბა რა. მოკლედ მე დღესაც სულ ეს იყო, და ძოს დავაიქება ახლის გამოდას საერთოდ გააქტიურება და შეხვდებით მომდენო ვიდეოში. Peace.